თითქოს რაღაცა სურათი გამოინა დავინახეთ, ხო? 8 ოპოზიციური პარტია გახარე ყველა შემთხვევაში ბერლინიდანაც, საქართველოდანაც ყველანაირად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლელო ჯერ კიდევ მსჯელობს. როგორ ფიქრობთ, არის სივრცე რომ აქ კიდე დაიძრას რამე? ხო, არ ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც ეს კვლევა აჩვენებდა ლელოს, რომ თავის შეცდომაში არ უნდა გაჯიუტდეს. და შესაბამისად ახლა იმედი მაქვს კიდევ, რომ მიხვდებიან, რომ მართლა ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რასაც ისინი აკეთებენ და შეცდომაში გაჯიუტება უბრალოდ კატასტროფაა ახლა. ეს რომ ყოფილიყო ახლა ნორმალურ სახელმწიფოზე რო ქონოდა საუბარი ამ შემთხვევაში, ვიტყოდით, რომ ნუ კაი, ჯანდაბას შევიდნენ არჩევნებში, ხარაკირიც გაიკეთებენ და დამთავრდება ამით, მოგცილდება ერთი კონკურენტი, მაგრამ ქვეყანა ზარალდება ამით, თორე ჩვენი პარტიისთვის მაგალითად მომგებიანია ეს ახლა ამ შემთხვევაში ჩვენი კოალიციისთვის ლელო რო შევიდეს არჩევნებში, იმიტომ რომ ოპოზიციური ამორჩევლის უმრავლესობა ამ არჩევნების მოწინააღმდეგეა 4-1 დამხედავთ ამ სხვაობას, ნუ 3.5 ერთთან ფორმალურად თუ არ ვიცის გამოვაკლებთ და შესაბამისად აქედან გამომდინარე და ეს პროცენტი მარტო გაიზრდება 10, თორე არ მოიმატებს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს იქ ლელო. ხო, მესმის თქვენ რას წამოწ, მინდა პარტიულად შეიძლება გაწყოდეთ, ხო? ლელოს ეს განწყობილი ამორჩეველი შეიძლება თქვენსკენ წამოვიდეს, თუმცა აი მე მგონია რომ ლელო ძალიან კარგი შენაძენი იყო ქართული პოლიტიკური სივრცისათვის. აი კონკრეტული ადამიანების შემიძლია ვილაპარაკო, რომლებიც კარგი შენაძენი არის ქართული პოლიტიკური სივრცისათვის. ჩემს ძალიან დასაფასებელია რომ დიდარი ხალხი პოლიტიკაში რჩება, არის და ფულის დახარჯვისთვის არის მზად იმაში რომ ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაცა გააკეთოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ეს ზიანი შემცირდეს. არის თუ არა ამისთვის სივრცე? ხო, სივრცე არის. სხვა შორის მე მთლად ისე გადაწყვეტით არ ვიტყოდი გახარიაზე, იმ შემთხვევაში თუ ლელო უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობას, გახარიასთან უკვე ეგ არ იქნება მთლად ისე მარტივად გასაკეთებელი გახარიასთვის. მით უმეტეს, რომ იმ პროცესების გამო, რომელიც მის გარშემო ტრიალებს ამ შემთხვევაში. თუ გახარია ვერ ჩამოდის საქართველოში იმის გამო, რომ მას აქ დაიჭერენ, მისი პარტია პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი ნახევარი პოტენციალს თუ აჩვენებს ამ შემთხვევაში. ამიტომ აქედან გამომდინარე ლელოს პოზიციას გარკვეულწილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქამდე და ერთ რამეს ვიტყვი, ბევრს ვსაუბრობ ჩვენ ერთობაზე, ჩვენ ერთობის იდეის გარშემო ვერთიანდებით ამ შემთხვევაში, იდეის გარშემო გავერთიანდით ამ შემთხვევაში და მაგრამ თუ ვინმე არის ერთობის დამრღვევი ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მუდმივად გამოდის ლელო. გავიხსენოთ ელემენტარულად, აი 1 წელი სრულდება რა ჩვენი კოალიცია შეიქმნა, კოალიცია ცვლილებისათვის. 4 სუბიექტი დაჯდა მოსალაპარაკებლად, 3 ადგა შეთანხმდა და კოალიცია ჩამოყალიბა, მე-4 დარჩა განზე. რომელმაც უარი თქვა ამ ერთობაზე. იყო ლელო. შემდგომ იყო ლელოს და გახარიას გაერთიანების ამბავი გვახსოვს, ხო? იქ ვერ გავიგეთ ბოლომდე რა მოხდა სხვა დროს მოდი ვაღიაროთ. იქ საერთოდ ვერ გავიგეთ რა მოხდა ბოლომდე, შეიძლება ითქვას არც მე მგონი არც ერთს არ უნდოდა ეს გაერთიანება თავდაპირველად. მაგრამ რაღაც მომენტში ორივეს უნდოდა და რაღაც მომენტში არც ერთს არ უნდოდა და ხო და მაგრამ ნუ ფაქტია რომ ისევ საუნძრაბიშვილად ითამაშა. ხო, ერთობა ისევ ჩაიშალა. ახლა ვხედავთ ისევ ვერთიანდებით პროდასალური პარტიები ერთი იდეის გარშემო, რომელიც არის სწორი და ისევ კლავინდებურად ხედავთ, რომ ლელო არის ამ შემთხვევაში ცალკე და ნუ არ ვიცი ახლა ერთობის დარღვევაზე საუბარი თუ არის, მხოლოდ და მხოლოდ ლელო შეიძლება ამ შემთხვევაში დადანაშაულდეს. და ამ შეცდომას ნუ იმეორებენ და ნუ ჯიუტდებიან ამ თავის შეცდომებში. მართლა ჩემი რჩევა იქნება ქვეყნისთვის არ ვარ გაესწორე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა პარტიულად შეიძლება ჩვენთვის ასე ვთქვათ მომგებიანი იყოს ის ამორჩეველი ჩვენგან გადმოიხაროს, რომელიც აქამდე ლელოს აძლევდა ხმას, მაგრამ ამით ქვეყანა ზარალდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად სწორი იყო წინა გამოსვლელი ამ შემთხვევაში, რომ დელეგიტიმაციის პროცესს რომელიც მიმდინარეობს წარმატებით და ქართული ოცნება ვერ ახერხებს ლეგიტიმურობის მოპოვებას საერთაშორისო ასპარეზზე, პრაქტიკულად ასე ვთქვათ, ყავს გამოჭრის ამ შემთხვევაში ლელოს ეს ქმედება.
აი ამ ნაწილთან დაკავშირებით რელო სხვანაირად ფიქრობს და ისინი ამობენ რომ ეს ასე სულაც არ იქნება. ისინი ფიქრობენ რომ ესეც ბრძოლის ხაზია და ესეც ბრძოლის ხაზია და ამ ორივეს წარმართვა ერთად შესაძლებელი იქნება. რომ არჩევნები რაღაც კონსტიტუციური პროცესია, ხო, მაინც ეს ოცნების არჩევნები ხო არ არის? აი კონსტიტუცია ითვალისწინებს რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ თარიღებში ასე. ხო, მოდი ასე ვთქვათ. საერთოდ ბრძოლას როდესაც ვამბობთ, ბრძოლას აქვს სხვადასხვა მეთოდები. როდესაც შენ აბსოლუტურად წაგებულ ბრძოლაში შედიხარ, რომლიდანაც გამარჯვების შანსი არ აქვს. და ალტერნატივა გაქვს გზა, რომელმაც თავის დროზეც მოიტანა შედეგები მსგავსმა ქმედებებმა. იგივე საქართველოში 1990 წლის მარტის არჩევნები, როდესაც ჩაიშალა ბოიკოტის გამო. ჩაიშალა იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში იყო ზუსტად პროცესი ისე აწყობილი, რომ ამ ტიპის არჩევნებში ჩვენ არ შევალთ. ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს ადგილობრივ არჩევნებზე კი არა, ნუ ეს ახლა ფაქტობრივად სპეცოპერაციაა რეალურად, მოდი თქვათ პირდაპირ. ეს ხო არჩევნები არ არის. დასჭირდება ბიძინა 150,000 კაცს გადმოწერა თბილისში, გადმოწერილი იქნება. ვერც გავიგებთ რომ გადმოწერილია თან. იმიტომ რომ მე 200-ს რომ მიაბეს, მაშინ ახლაც მიაბამენ მე 200-ს რომელსაც ჩემ ვერ ნახა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დასჭირდება 200,000. მიაწერს 200,000. არ სჭირდება ამდენიც, სხვა შორის, უნდა აღიაროთ რომ ამდენი სულ არ სჭირდება. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ზუსტად ეს არის, რომ შენ თუ იბრძვი თბილისს გამოგლიჯავ, თბილისზე ის პირველ რიგში თბილისში ჩაწერს თავის ამორჩეულს, ახლა არ სჭირდება, ხო, მარნეულში 88% თუ რაღაცა 79%, რომელიც დაიწერა. არ დასჭირდება, ხო, ნინოწმინდაში ის 89%, არ დასჭირდება ახალქალაქის 87 თუ რაღაცა პროცენტი. საერთოდ თბილისში დასჭირდება ის პროცენტი და გადმოწერს იმ ხალხს. და ხმას ვინ აძლევს და როგორ აძლევს? აი ამ ბოიკოტის პირობებში სხვა შორის ბევრად უფრო მარტივი სანახავი იქნება რა ხდება უბნებზე, როდესაც შენი მთავარი ამოცანა არის მხოლოდ იმის ნახვა, ვინ მიდის არჩევნებზე, შენ იცი რომ შენი ამორჩეველი იქ არ მიდის. და ზოგადად მაგ ნაწილში ბოიკოტის სხვა შორის ერთი რამეც არის. ოცნება წინასაარჩევნოდ ყოველთვის ერთია თვითონ როგორ უკეთებს მობილიზებას ხომ იყავს, მაგრამ ძალიან აქტიურად ცდილობენ ხოლმე განაწყონ არჩევნებზე წამსვლელად ურბანული მათი პოტენციური ამომრჩეველი, რომლებსაც ახლა ისინი მანქანით მიყვანას ვერ შესთავაზებენ და 50 ლარით ვერ იყიდიან. და ვერაფერი მსგავსით, ხო? ანუ გუწფელი мотивაციით ვინც ადგება და წავა. ყველაზე მეტად ბოიკოტის პირობებში ასეთი ამორჩევლის მოტივირება გაუჭირდებათ მათ, რომელსაც ახლა შეიძლება წავიდეს იმის გამო, რომ აი ნაცები მოდიან თქვათ. ანუ ოცნება ხო არ კარგავს ძალაუფლებას, მაგრამ როცა ოცნების შემთხვევაში გარანტირებულია უკვე ყველაფერი მათი მიყვანა ძალიან გაუჭირდება. ანუ ძალიან ხელით სამართავი პროცესი იქნება. არუსელი გაცილებით შესამჩნევი გახდება. რო ხედავ ჩაყრა გაცილებით მარტივი შესამჩნევი. ამაზე უნდა მსჯელობდეთ, როგორ ასე ვთქვათ, გავაკონტროლოთ ეს ყველაფერი. თუმცა რა უნდა ახდეს ამას პარალელურად. თემურ ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს სწორედ, იმიტომ რომ ადამიანებს აი ბოიკოტის იდეასთან დაკავშირებით როცა ვისმენთ საუბარს, ხო? ვისმენთ ბოიკოტი, მაგრამ ნახეთ ეს უცნობი გზა არის მაინც. კი იყო მაშინ 90 პირველი არჩევნების ბოიკოტი, ხო, როცა ყველა ერთად იყო. შემდეგ გამსახურდა, შემდეგ არჩევნებში შევიდა, ხო და ის მიიჩნევა რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ნუ გამართლებული იყო, იმიტომ რომ შედეგები მოიტანა მან. მაგრამ ნახე, მაინც უცნობი მოვლენა არის ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ეს ბოიკოტი, საშიში. ამიტომ რაღაც თვითონ ადამიანებს ჭირდებათ გეგმა, ხედვა იმისა, რომ აი ბოიკოტი რო არის, მე რა ვშვრებით. ანუ ასე არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვიღებთ, ვიყოფით როგორც ქვეყანა იმათი არჩევნები და ჩვენ არაფერი? ხო, ну, ეგ ძალიან სწორი კითხვა ამ შემთხვევაში, მაგრამ რო დავაკვირდეთ ბოიკოტის ისტორიებს, ხო? მსოფლიო ისტორიაში. ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი 1989 წელი გერმანია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. რატომ გაკეთდა ბოიკოტი? ზუსტად იმისათვის, რომ სახელმწიფო ყველა ვარიანტში წერდა ერთ და იგივე რიცხვს. ბოიკოტი გაკეთდა იმის საჩვენებლად, რომ ამდენი ადამიანი არჩევნებზე არ მიდის. და როდესაც მართლაც არ მივიდა ის 80%-ს არ მისულა და ამან მაინც 99% დაიწერა, აი მას მოყვა გამოცოცხლება და სერიოზული წინააღმდეგობის მოძრაობები, რომელიც დაიწყო მცირე მიტინგებით ლაიფციგში და გაგრძელდა 9 მილიონიანი მიტინგით უკვე ბერლინში. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ გამსახურდიას მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე, მაშინ პარტიული არჩევნები არ იყო.
ანუ შეეძლოთ უბრალოდ საინიციატივო ჯგუფებს მაჟორიტარულ არჩევნებში დაესახელებინათ თავიანთი კანდიდატები. შეიცვალა ყველაფერი, CSGO შეიცვალა, უბრალოდ მეც არჩევნებს ატარებდა ის ორგანო შეიცვალა. შეიცვალა პარტიების რეგისტრაციის წესი და პარტიებს მიეცათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების და პროპორციული არჩევნებში შემოვიდა. ამის გარეშე მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებში, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნებოდა დამარცხება კომუნისტური პარტიის, შეუძლებელი იქნებოდა ისედაც ბევრი გაიყვანა. იმ არჩევნებშიც კი მაჟორიტარები ბევრი გაიყვანა კომუნისტურმა პარტიამ 90 წლის ოქტომბერში. და წარმოიდგინეთ მარტში რას იზამდა. გასაგებია თბილისს წააგებდა და შეიძლება ორ დიდ ქალაქში კიდე სადღაც წაეგო არჩევნები. სხვაგან ხო მოიგებდა. ისედაც მოიგო, მაგალითად, ბორჯომში მოიგო და ასე რომ ჩამოყვე იქიდან ახალ ქალაქიდან და რომ მოყვე იმამდე გორამდე ყველგან მოიგო. მაჟორიტარული ტიპის არჩევნები. და შესაბამისად აქ საუბარი იმაზეა რომ ეს ბოიკოტი იმისთვის არის საჭირო რომ ხელისუფლებამ ნახოს უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ნახოს რომ ის ხელისუფლებას ამ გზით ვერ შეინარჩუნებს უბრალოდ ის მარტო რჩება არავითარი ლეგიტიმაცია მას არ ექნება მას არავინ არ დაელაპარაკება და შესაბამისად მოუწევს გინდა თუ არა არჩევნების ინსტიტუტის დაბრუნება, აღორძინება ისეთის, როგორიც უნდა იყოს არჩევნები. გაუყალბებელი, არა გაჟონილი, ასე ვთქვათ, ბიულეტენით, არამედ როდესაც შენს არჩევანს ვერავინ ვერ აკონტროლებს. აი, აბა ჩაატაროს ასეთი არჩევნები ქართულმა ოცნებამ რამდენ პროცენტს აიღებს? სადაც ვერ აკონტროლებს არჩევანს, სადაც ვერ მიიყვანს ასობით ათას ადამიანს კარუსელზე, სადაც ვერ მიაწერს უცხოეთში მყოფი ხალხის პირადობის მოწმობებს, იმ უბნებს და სხვა ადამიანს არ მიაცემინებს ხმას, სადაც არ ექნება სიები მიბმული არასწორად აპარატზე. აბა ჩაატაროს ასეთი არჩევნები. და ეს არის ხო მოთხოვნა რომ არჩევნები უნდა იყოს მართლა არჩევნები. ახლა სპეცოპერაციაში შესვლას რა აზრი აქვს? თემურ ნახავთ ჩვენ მომავალი თვეების განმავლობაში მძიმე პროცესს, რის ნახვაც გონო პოზიციურ მორჩეულს ყველაზე მეტად არ უნდა. ბრალდებები, ტალახის სროლა, იარლიყების მიწევება, შეურაცხყოფა, აი როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი თვეები? თუ ყველაფერი ასე დარჩა, გახარემ და ლელო მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ანუ გახარე მიიღო და ლელომ გადაწყვიტა რომ მიიღებს და თქვენ ჩაატარებთ ფაქტური ბოიკოტის კამპანიას. აი ეს სცენა არის ის ნახვაც გონი ოპოზიციურ მორჩეულს არ უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ არღვევს ამ შემთხვევაში ერთობას? ერთობას არღვევს ლელო და შესაბამისად აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგზე პასუხი მოეთხოვება მას ამ სიტუაციაში. მან უნდა გაითვალისწინოს ეს და გაითავისოს რომ არავინ ასე ვთქვათ არ მოექცევა მათ, არავინ არ დაინდობს ამ სიტუაციაში. შეიძლება ძალიან ასე ვთქვათ წარე იარლყები არ მიაწერონ, მაგრამ როდესაც ადამიანი პირდაპირ ამბობს რომ მთავარი ძალა მინდა ოპოზიციური გავხდეო ამ არჩევნებით, ამ არჩევნებით როგორ უნდა გახდე მთავარი ოპოზიციური ძალა? ჯერ ან კიდევ ძალიან სუსტი არგუმენტი პირდაპირ ვიტყვი რომ აბა ყველაფერი გადაულოცოთ ოცნებას. რა ყველაფერი გადაულოცოთ? არა აქვს იმ საკრებულოებში, სადაც გქონდა საკრებულოებში, თქვათ, აღებული უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს, სადმე რამის გაკეთება მოხერხდა, სადმე კეთდება ამათი თვითმმართველობის კანონებით, რამის მიღწევა თვითმმართველობაში? არა, არაფერი არ ხერხდება. ის რამდენიმე საკრებულო, რომელიც ოპოზიციის ხელში იყო, შეზღუდეს ეგრევე და თუ ბიუჯეტს არ დაამტკიცებდა, სამჯერ დაშლიდნენ, ხო, საკრებულოს და ხელახალ არჩევნებს ატარებდნენ. ანუ კანონი ეგრევე შეცვალეს. როგორც კი მიიღეს ოპოზიციური საკრებულო. ერთადერთი წალენჯიხა იყო, სადაც ოპოზიციური მერიც იყო და ოპოზიციური საკრებულოც. ლელომ რა შედეგი აჩვენა იქ? მეხუთე ადგილზე გავიდა. თემურ, ერთი არგუმენტია, რასაც ისინი აპელირებენ ხშირად. აი წინა კვლევა, რომელიც ჩვენ ნახეთ, ხო, კვლევა რიაგო კაჭკაჭიშვილი ატარებდა მაშინაც. და ეს მონაცემის დღეს რაც გამოქვეყნა, სწორედ ბატონმა იაგომ გამოაქვეყნა. წინა კვლევა გუჩვენებდა, რომ თბილისი იყო მკვეთრად ოპოზიციური ქალაქი. და მათ არგუმენტი იყო ასეთი, რომ თუ 2024 წლის არჩევნებზე ვერ მოხერხდა, რომ ოცნებამ დაეწერა თბილისში გამარჯვება. ხა თავისთავად რომ ჯამურად ითვლებაო შეიძლება ვთქვათ, მაგრამ თბილისში მარცხის გაფორმება ხელისუფლებისთვის პატარა ამბავი არ არის, ანუ დიდი ფასი აქვს. პერსონალურად კალაძისთვისაც საპარლამენტო არჩევნებზე ქონდა ამას ფასი. ჩემს მათ შორის ეს ფაქტორიც იყო, რატომაც აი ცოტა ზეიმი არ იყო ისეთი ხმამაღალი, როგორცაც გეგმავდნენ აშკარად ისე. აი რატომ არ შეიძლება იგივე შედეგის განმეორება, როცა კვლევა აჩვენებს, რომ მკვეთრად ოპოზიციურია ქალაქი. მცდელობა რატო არ შეიძლება?
და ამასთან ერთად მათი ხედვა ეფუძნება რას, რომ კი განწყობები ასეთია, ხალხს აღარ ენდობა არჩევნებს, მაგრამ შესაძლებელია ამ ხალხს დარწმუნება თუ იქნება აი ამაში ერთიანობა. რას უპასუხებთ? კარგით, მაშინ მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. რასაკვირველია, თბილისში მარცხი ხელისუფლებისთვის იყო ძალიან დიდი დარტყმა. მაგრამ ახლა შევხედოთ მეორე კუთხით. ელოდნენ ისინი თბილისში მარცხს? არა, არ ელოდნენ. უბრალოდ მათ არ ეყოთ ის, რაც მათ გააკეთეთ თბილისში. ანუ გაყალბების ეს მექანიზმები თბილისისთვის იმ დროს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ ვიცით რა შეუძლიათ მათ. როდესაც უნდათ გაყალბება უფრო დიდ დონეზე როცა უნდათ აყვანა. მათ ამჯერად თბილისში ის დონე არ სჭირდებოდათ, გააკეთეს ეს მარნეულში, სადაც წარმოიდგენთ ახლა 48% ქონდა წინ არჩევნებში და 80%-ს აარტყეს ამ არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე. იმას თავი დავანებოთ, რომ კიდე გაზარდეს თან ამ მრჩეველთა რაოდენობა. ამით ამ გზით არჩიეს წასვლა. ახლა თბილისი თუ არის, ასე ვთქვათ, იმიტომ ვამბობთ, რომ არანაირი შანსი არ არის ამ ტიპის არჩევნების ჩატარებით, იმ კანონებით, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც კონტროლიც პრაქტიკულად არ გექნება არჩევნებზე. ასეთ ტიპის არჩევნებში შესვლა არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არჩევნები არაა, წინასწარ წაგებული ხარ. შესაბამისად, გადმოგიწერს მეც უბრალოდ. მაშინ ვერ გადმოწერდა ისე, იმიტომ რომ რეგიონებში ჭირდებოდა ხმები, რეგიონებში უფრო მარტივი იყო ამის გაკეთება. არა, არსებობს რაღაც გეგმებზე გვესმის საუბარი, რა უნდა მოხდეს, რა უნდა იყოს ეს ალტერნატიული პროცესი, ხო? უნდა იყოს რაღაცა ტიპის კამპანია, ბოიკოტის და რაღაცა უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს. აი პაატა ბურჩოვაძე საუბრობს რაღაც ერთგვარ თავყრილობაზე, კონვენტზე შეიძლება ითქვას, ხო? თქვენ ესაუბრებით, აი ბატონ პაატასთან ასე ჯგუფებს, როგორ ხედავთ ამ პროცესს თავისთავად? რაღაცა რაც ხო კონდეს, ხო? ხო, გეგმა. ჯერ ასე ვთქვათ, ყველაფერი ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა კონფიგურაცია იქნება. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში არც ერთი არ იღებს მონაწილეობას, სხვა კონფიგურაცია, სხვა სიტუაცია გვაქვს და შესაბამისად ამის მიხედვით ხდება მოქმედება. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ძალიან ცუდი რამ და ლელოც მიიღებს ამ შემთხვევაში მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ სულ სხვა კონფიგურაცია ხდება, სულ სხვა ნაბიჯები არის გადასადგმელი და შესაბამისად ახლა წინასწარ ამის ყველაფრის განჭვრეტა ამ სიტუაციაში შეიძლება ისეთ რაღაცები იყოს ამ გეგმებში, რომელიც დღეს არ ღირდეს სათქმელად და რომელსაც თავისი ეფექტი მაშინ ექნება გასაგებია საჭიროების შემთხვევაში. მინდა რომ ერთ ნაწილზე ვიკითხო დღეს მოდა შევეშვოთ ამ არჩევნების თემასაც. ბრიტანეთთან ძალიან მკაცრი განცხადებები მოვისმინეთ. ზოგადად ფოკუსმა გადაინაცვლა ბრიტანეთისაკენ. ვერ ვიტყვით რომ ამ ამერიკელებისგან ნაკლებად მკაცრი განცხადებები გვესმის, ახლა მეგობარი აქტი იქ ძალას იკრებს და ძალიან დიდი ნაბიჯი იყო წარმომადგენელთა პალატაში მიღება. ახლა წინ სხვა პროცესებია კიდე და ეს შეიძლება ითქვას რაღაცნაირად მიბმულიც არის რუსეთთან და მთელ ამ ომთან დაკავშირებით. მაგრამ ევროპის ტერიტორიაზე, კონტინენტზე, ახლა ევროკავშირზე რომ თავდავანებოთ, ბრიტანეთი მაინც გამორჩეულ როლს ასრულებს და ხელისუფლება განსაკუთრებით უფრთხის ბრიტანეთისგან მომავალ სანქციებს. მათ შორის მაყურებელს რომ მოხსნით, რატომ არის ეს ასე? რა ადგილი უკავია ამ საერთაშორისო სისტემაში ბრიტანეთს? იმიტომ რომ ბრიტანეთის აქციები არის პირდაპირ მიბმული ფინანსებზე და ფინანსური სანქციებია და შესაბამისად აქედან გამომდინარე სანქცირებული ხალხი კარგავს წვდომას მთელ რიგ ელექტრონულ საშუალებებზე. შესაბამისად აქედან ვიცით უკვე გავრცელებული ისტორია თბილისში, რომ საქართველოსდან ჩასულ რამდენიმე ქალბატონს მოუწია მაღაზიაში გადახდა ფულის ნაღდი ანგარიშწორებით და არა ელექტრონული საშუალებით, რამაც საკმაოდ დიდი პრობლემები გამოიწვია თანხის რაოდენობიდან გამომდინარე. აი ფიზიკურად შეუძლებელი გახდება ელექტრონული საშუალებების გამოყენება, პლუს ამას ანგარიშები კარგ ბანკებში უბრალოდ ვერ ექნებათ. ახლა ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის ეს, შეიძლება სრულად ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდეს გაკონტროლება იმ ფინანსური საშუალებების, მაგრამ ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნებათ და ეს ხალხი არ არის მიჩვეული ამას. და პლუს ამას დღევანდელი დრო ისეთია, რომ ვერ დაბრუნდები 80-იან წლებში, როდესაც ძირითადად ნაღდი ანგარიშწორება იყო. დღეს უკვე სრულიად სხვა ვითარება, სრულიად სხვა ცხოვრება და ბრიტანეთის სანქციები ამ კუთხით ძალიან დამაზიანებელია. იმას თავი დავანებოთ, რომ შეიძლება უბრალოდ გაგიყინონ მთელი ეს ფული და აქედან გამომდინარე, იმ ფულის გამოტანაც ვერ მოახერხო.
და საერთოდ ფინანსებად დარჩა. კარგი, მე მინდა რომ ახლა მაშინ შევეხოთ საერთაშორისო ვითარებასაც გადავიდეთ სხვა თემაზე, ჩვენ ტრადიციულად ამას მოვიხილავთ ხოლმე და პერიოდულად ვანახლებთ მოსაზრებებს ამ მიმართულებით. რა ვითარება არის ერთი მხრივ უკრაინის ფრონტზე და უკრაინის ფრონტზე მეტად აი მოლაპარაკებების გარშემო, რაც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით მიმდინარეობს, ხო? ვიცით რამე ახალი ამ კუთხით? მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის მოლაპარაკებები აშკარად ისეთ ფაზაშია შესული, რომ ყველა ხვდება, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება უბრალოდ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვისაა, მხოლოდ არანაირი შედეგი ამ მოლაპარაკებებს ამ მომენტში ვერ მოყვება, რადგანაც რუსეთი ელემენტარულად არ არის მზად მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასრულებისათვის. არის თუ არა ამერიკა მზად საპასუხო ნაბიჯებისათვის ამაზე და ლინძი გრემის კანონპროექტი მიმდინარეობს და ამაზე რომ ვთქვათ, რას გულისხმობს ეს კანონპროექტი? კანონპროექტი გულისხმობს ძალიან დიდი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან, იქ დაემატა ახლა ახალი ფრაზა და ამავე დროს არ ეხმარება უკრაინას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია ამ შემთხვევაში, ანუ შენ თუ გიწევს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ ეხმარები უკრაინას, მაშინ სანქცია შეიძლება არ დაგიწეს და საუბარია 500%-იან გადასახადზე, ნუ წარმოგიდგენიათ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ 500%-იანი ტარიფი დაუწესებს ვინმეს, იმ შემთხვევაში თუ ის ყიდულობს რუსულ ნავთობს. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო ბევრჯერ დაფიქრდება იმაზე, რომ უღირს კი ეს მას, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება თვითონ. როგორც ჩანს, ტრამპი ამ მიმართულებით უკვე ნაბიჯებისკენ თანდათანობით მზადდება და შესაბამისად მზადყოფნაში მოდის პროცესი. ისაუბრებთ რამდენიმე დღის ამბავი შეიძლება იყოს. ხოჟოს ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა, ტრამპმა მოუხსნა სანქციები სირიას. და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ მე მგონია რომ ეს თავისუფლებას ტოვებს, რომ თითქოს ეს სირიის ახლანდელი მმართველობა გამოიცადა ეხა ირანისა და ამ კონფლიქტში ის როგორ მოიქცეოდა, ხო რა როლს შეასრულებდა, იმიტომ რომ ტრადიციულად 80-იანი წლებიდან სირია, ასადების სირია იმის გამო რომ დაპირისპირებული იყო თავის და პარტიასთან ერაყში, ხო? ამის გამო მხარს უჭერდა ირანს და ეს კავშირი ტრადიციულად ჩამოყალიბდა, თან ანტისუნიტურიც იყო ეს ყველაფერი. თუმცა ეხლა შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ეს ყველაფერი და სანქციები მოუხსნა ამერიკამ სირიას. თუმცა სირიას აღიარებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ეს არ ყოფილა პირობა ამერიკელების მხრიდან. იქნებოდა თუ არა სხვა დროს ეს პირობა და მივიღებდით თუ არა ჩვენ იმას, რომ სირია უკან წაიღებდა ამ აღიარებას. კი, იქნებოდა და თავიდან ბოლომდე დამნაშავე იმაში, რომ ეს დღეს არ მოხდა, ეს ამაში არის ქართული ოცნება. ის რომ ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა სირიაში და შეხვდა სირიის ხელმძღვანელობას, ეს რამდენიმე დღის ამბავი, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ბრალი და ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკის ბრალი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა ჩვენ მივწერეთ წერილი, პრაქტიკულად ყველაფერი მომზადებული იყო, ოდნავ რაღაცა იყო საჭირო. ამ საკითხში მაინც ხო შეიძლებოდა რომ ქართულ ოცნებას გამოეჩინა კეთილგონიერება და ერთი წერილი მიეწერა სირიის ხელისუფლებისათვის. არა, არ გააკეთეს, იმიტომ რომ მათთვის ეს როგორც ჩანს მიუღებელი იყო აბსოლუტურად ხელისუფლების ცვლილება სირიაში. და ეს ხალხი გვეუბნება ჩვენ, რომ ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაშინ როდესაც ერთი წერილის გაგზავნით შეგეძლო მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგედგა ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე ჩამოგეცილებინა ერთ-ერთი ამღიარებელი სახელმწიფო, მაგრამ არა, ამათ არაფერი არ აინტერესებთ საკუთარი ძალაუფლების მეტი და შესაბამისად აქედან გამომდინარე როგორ ახლა რუსეთის მომხრე ასადის ჩამომგდები ალ-შარას ხო არ მისწერდნენ ამ შემთხვევაში წერილს. და შედეგიც გვაქვს ეს. და ძალიან მძიმე შედეგია, ამერიკის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებულ შტატებს აი არაღიარების პოლიტიკისთვის ლახურის ჩაცემაა ამ შემთხვევაში. ეხლა რომელიმე კოცი იტყოდა რომ გსჯიანო იმის გამო ომში რო არ ჩავერთეთო, იმის გამო არ მიწერესო სირიას, ხო? ეს ყველაფერი სინამდვილეში პირიქით არის. მადლობა ძალიან დიდი, თემურ პაპასკირი იყო ჩვენი სტუმარი.